პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო საღამო მშვიდობის, ეს არის გადაცემა სტუდია ნომერი 8. ტრადიციულად ხვდებით სამშაბათს 9-ის ნახევარზე. მინდა მოგილოცოთ მოგვიანებით შობა და ახალი წელი, ღმერთმა ქნას რომ ეს წელი იყოს წარმატების და წინსვლის წელიწადი თითოეული ქართული ოჯახისათვის და ქართული სახელმწიფოსათვის, მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭიროა შრომა, რადგან პური ყოველთვის პატიოსანი შრომით მოიპოვება. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ პატიოსანი შრომის ნაცვლად სხვა გზებით მოიპოვებენ თანხებს და ესეც ძალიან დიდი ტრაგედიაა, რასაკვირველია. ვინაიდან შრომელი ადამიანი უნდა იყოს უწინარეს ყოვლისა დაფასებული. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ვინც ამ გადაცემას მოისმენს, ვინც ამ გადაცემას უყურებს, მაქსიმალურად გააზიაროს, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს, ვინაიდან დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვისაუბრებთ ფუნდამენტზე, როგორ უნდა შეიქმნას სახელმწიფო და რა იდეოლოგიურ საწყისებზე უნდა იდგას სახელმწიფო იმისათვის, რათა ის ჩამოყალიბდეს ცივილურ განვითარებულ და რაც ვთქვია, ეროვნულ სახელმწიფოდ. მე თორნიკე კივილაძე გახლავართ, ჩემი გადაცემის ტრადიციული სტუმარი არის გეგა ხვედელიძე. ჩვენ უკვე 14 წელია, რაც ერთად მოვდივართ, ჩართული ვიყავით არაერთ ორგანიზაციულ საქმიანობაში, ბევრი ტკივილიც ვნახეთ, თანამებრძოლიც დაგუპია ამ ბრძოლაში. მაქსიმალურად ვიბრძოდით საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და ასე იქნება ჩვენი ცხოვრების ბოლომდე. საქართველოში არის სერიოზული პრობლემა საზოგადოების, ხალხის გათითო კაცების. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: რატომ არის ეროვნული იდეოლოგია სახელმწიფოს მართვისთვის აუცილებელი? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს. მშვიდობას გისურვებთ, უფლის წყალობას და ღმერთმა ინებასო, რომ წლევანდელი წელი იყოს ჩვენთვის განახლების, გაჯანსაღების, ქრისტეს მიერი გონების შეძინების. მოვიპოვოთ ქრისტეს მიერი გეგა ბოდიშის მოხდი ცოტა ხმამაღლა რო ისე ჩვენი აზროვნება, ჩვენი ცნობიერება, ჩვენი მთავარი ორიენტირი გამხდარიყოს ზეცა და სასუფეველი. აი ამას ვსურვებ მე თითოეულ ჩვენგანს და საკუთარ თავსაც მათ შორის. რამე თუ ეს არის ერთადერთი არსებობის ყოფიერების მიზეზი და დანიშნულება. ეს უნდა გავაცნობიეროთ და იდეოლოგიაც და ყველანაირი ჩვენი პოლიტიკური აქტივობის, ჩვენი ყოველი ქმედების და ჩვენი ყოველი მოღვაწეობის ნაყოფად უნდა დავსახოთ ეს, ანუ მიზანი ჩვენი შრომისა, ამოსავალი წერტილი, რისთვისაც ჩვენ მოღვაწეობთ, მათ შორის პოლიტიკაშიც და მათ შორის სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ და სხვა ასპარეზებზე, უნდა იმსახურებოდეს ამ მთავარ იდეას, ამ მთავარ მიზანსა და ორიენტირს, რაც არის ღვთისმსამეფო, ღვთისასუფეველი და ჩვენი იდეოლოგიაც უნდა იყოს დაფუძნებული ამაზე. ეხლა რას ნიშნავს ეროვნული იდეოლოგია? ხო, ეს ეროვნული იდეოლოგია ზოგადად ყბადაღებული თემაა, როგორც მრავალი სხვა საქართველოში. ზოგიერთი ამას კონსერვატიზმად მოიხსენიებს, ზოგი ტრადიციონალიზმად, ზოგი ნაციონალიზმად, ზოგი პირდაპირ სახელდებს როგორც ეროვნულ იდეოლოგიას და ასე შემდეგ. მაგრამ მე მახსენდება მაგალითად სერაფიმე როუზის სიტყვები, რომელიც ბრძანებს, დიდი ბოლო დროის ღვთისმეტყველი მამა, რომ ცერემონიალიზმი, მემარჯვენეობა, ტრადიციონალიზმი, კონსერვატიზმი და სხვა ეს არის ერთი მხარე, ხოლო ღვთისწავლება, ღვთისასუფეველი და სახარების სწავლება ეს არის სულ სხვა და ამ ორ შორის არის აბსოლუტურად დიამეტრიული სხვაობა და ჩვენ თუ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ჩვენ თუ მიზნად გვაქვს ღვთისასუფეველი, მაშინ ჩვენ უნდა დავსახოთ როგორც ზეცის სამეფო იდეალად და ნიმუშად და დედამიწაზე უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ განვახორციელოთ ღვთისსამეფო ზეციური სასუფეველის მიზნები და ამოცანები და ჩვენი ეროვნული იდეოლოგია პატრიარქმა რომ ბრძანა ეხლა მერთი სამშობლო ადამიანი ეს იდეა რაც თქვა მან რომ ძალიან წმინდესმა მის ერთ-ერთ ეპისტოლეში რომ ეს არის ჩვენი იდეა, ქართული იდეა რაც მე ჩვენ ცხონებული ლევან ჩაჩუას თაოსნობით ჩვენს ორგანიზაციას ასე დავარქვით რა რომ
ქართული იდეა ღმერთის სამშობლო ადამიანი ეს არის ის სამი მთავარი ფუნდამენტი, ის სამი მთავარი ღირებულება და ფასეულობა, რომელთა ერთობაც ქმნის იმ არს, იმ კვინტესენციას, იმ იდეას, რაც მოუპოვებს ადამიანს ჭეშმარიტ არს ცხოვრებისა, რაც აკავშირებს ადამიანს ღმერთთან, სასუფეველთან და ადამიანმა პატრიარქმა ბრძანა ერთხელ უნდა გამოსახოს თავისი ცხოვრებით ჯვარი. ეს არის სწრაფა ღვთისკენ, მისი ერთი ძელი, ხოლო მისი ჰორიზონტალური ძელი ეს არის სწრაფა ადამიანებისკენ და ღვთისა და მოყვასის სიყვარულის აღსრულება სწორედ ამ იდეაში ვლინდება, რაც არის ღმერთის სამშობლო და ადამიანი და ამ იდეის განხორციელებით ადამიანი ესწრაფის მარადიული ღვთის სამეფოს ზეციური საუკუნო სასუფეველის დამკვიდრებას. და ეროვნული იდეოლოგია სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ბრძოლისა და მოღვაწეობის ამოცანა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სწორედ ეს იდეა, რაც უწმინდესმა გააჟღერა და რაც არის ჩვენი ისტორიულად ჩამოყალიბებული იდეა, ხო, სიყვარული ღვთისა, სიყვარული სამშობლოს და სიყვარული მოყვასისა და სიყვარული ეს არის ქმედითი აქტი და არა მხოლოდ ემოციური დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა ეს არის ქმედება. ანუ ეს მდგომარეობს უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ ადამიანი ღვთისმცნებების დაცვითა და ეკლესიური მორჩილებით ესწრაფის ღმერთს და ემორჩილება ღმერთს, ემსახურება სამშობლოს როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი და მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებებისა და სახარებისეული ფასეულობების შესაბამისად აღასრულებს იმ პოლიტიკას, როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი განმარტავს, რომ არსებობს ქრისტიანული და არსებობს არაქრისტიანული პოლიტიკა. აი ქრისტიანული პოლიტიკა ეს არის სწორედ განხორციელება ღვთის სასუფეველის მიზნებისა, პოლიტიკაში დაცვა მცნებებისა და მიწიერი პოლიტიკურ საზოგადოებრივ ბრძოლასა და მოღვაწეობაში გაშლა ღვთის მცნებებისა და ფასეულობებისა და მაქსიმალური განხორციელება მისი. და მესამე ეს არის ადამიანი შეიყვარე მოყვასი როგორც საკუთარი თავი, ანუ ეს არის მოყვასის, ანუ ადამიანის ისეთ ღირებულებად დასახვა, როგორც უფალმა ბრძანა, რომ მსგავსი მისი შეიყვარო ღმერთი ყოველთა გულით და გონებით და სულით და შენით და მსგავსი მისი შეიყვარო მოყვასი როგორც საკუთარი თავი, ანუ საკუთარი თავის სიყვარულის ტოლფას მცნებად დაუდო ადამიანს ღმერთმა მოყვასის სიყვარული და სწორედ ამაში მდგომარეობს ეს ამ ტრიადის ღმერთის სამშობლოსა და ადამიანის ეს მესამე ფასეულობა, რომ მოყვასი როგორც საკუთარი თავი, ანუ მოყვასისადმი სიყვარული, მსახურება და მზრუნველობა და თანადგომა და ბრძოლა იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანის მსახურებისა და ადამიანის დახმარების არსი მდგომარეობს მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, რომ იმ ადამიანს სწორი ორიენტირი დაუსახო და იმ ადამიანს შეეცადო მისი სულის ცხონებისათვის სწორი გზების დასახვა და მისი დახსნა საცდურთაგან და ასე შემდეგ, ხო, ყოველი ის, რაც მას სასუფევლისკენ წარმართავს. ეს არის მთავარი პრინციპი და მიზანი ადამიანის მსახურებისა და ამის შემდგომ არის ყოველივე ის მოწყალებისა და ქველი საქმეები, რომელსაც ასევე ქრისტე ამბობს, რომ შიერი ვიყავი და არ დამაპურე, შიშველი არ შემოსე, საპყრობდი შენ მინახულე, ეს ხორციელი საქმეებია, რომელსაც ასევე მაცხოვარი ბრძანებს, რომ თუ შენ ეს არ აღასრულე, შენ ეს მე არ გამიკეთე და ამისათვის მე შენ გეტყვი, რომ განმეშორი არ ამუნცნი ხარ თქვენო ოჟულოვის მოქმედნო. შესაბამისად ეს მსახურებითი ფორმის ნაწილია ისიც, რომ სახელმწიფო სოციალური იყოს, სახელმწიფო იყოს ადამიანზე ორიენტირებული, იმ დოვლათზე ორიენტირებული, რომელიც ერში მყოფ ადამიანებს უზრუნველყოფს, რომ შეუქმნას ღირსეული საარსებო პირობები და გარემო ცხადია ეს ასია, მაგრამ არსებობს პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების განსაზღვრაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის უპირველესი მიზანი ადამიანის მსახურებისა, რომ ადამიანი, რომელიც არის ღვთის ხატება და მსგავსება, სწორედ ეს ღვთის ხატება და მსგავსება განაბრწყინოს და განავითაროს და განაღმრთოს ადამიანისა და ღვთაებრივის სინერგიით ეს მოხდეს, არა, ანუ ღვთისა და კაცის ნების თანხმობით. და ისეთი პოლიტიკა იწარმოებოდეს დაწყებული განათლების სისტემიდან და ყველა იმ საკანონმდებლო ბაზიდან, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია და ყოველივე ის, რასაც ქვეყანა სახელმწიფო განახორციელებს და აღასრულებს, რომ მაქსიმალურად დაინერგოს ის სტანდარტები და ის ფასეულობები ქვეყანაში და ისე წარემართოს სახელმწიფოებრივი ცხოვრება და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები მოემსახუროს იმ სანუკვარი მიზნის განხორციელებას, რომელიც ადამიანს ღვთის სასუფევლისადმი განაწყობს და ღვთის სასუფეველის სვლაში დაეხმარება და პირიქით არ დააბრკოლებს, ხო? კონკრეტული მაგალითები რომ მოვიყვანოთ, ძალიან მარტივია ეს, როდესაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამოვდიოდით და ეხლა ბოლო
პერიოდში ქართულმა ოცნებამ პოპულისტურად ვითომ მებაირახტე გახდა ეროვნული ფასეულობების დამცველებისა და აკრძალა და ეს ეგრეთ წოდებული LGBT პროპაგანდა, მაგრამ ეს იყო ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის დიდი ძალისხმევისა და იმ ეროვნული პატრიოტი მამულიშვილების უდიდესი ძალისხმევის შედეგი, რომ იძულებული გახადა სახელმწიფო და ხელისუფლება რომ ეს მიეღო, აი ეს ერთ-ერთი მაგალითი იყო იმისა, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული პოლიტიკა, ანუ როგორი კანონების მიღება არ შეიძლება ქვეყანაში, რომ ადამიანი არ დაბრკოლდეს ღვთის სასუფევლისკენ სავალ გზაზე. აი ეს არის ერთ-ერთი ის მთავარი კომპონენტი, ანუ საკანონმდებლო სწორი ზეციურ კანონთან შესაბამისობაში მყოფი საკანონმდებლო ბაზის შექმნა სახელმწიფოში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მართლმადიდებლური ცნობიერების საზოგადოების ჩამოყალიბებას და ადამიანის სასუფეველის გზაზე სვლას. აი სწორედ ამ ფასეულობათა გათვალისწინებით, ამ ფასეულობებზე დაფუძნებით უბრალოდ რაც არის ღმერთი სამშობლო ადამიანი, ერიდა სახელმწიფო მიმართული ერთად ზეციური სამეფოსკენ, მარადიული ღვთის სასუფევლისკენ და ზეციური ჭეშმარიტი ერთი ჩვენი ღმერთის ნამდვილი მეფის, რომელიც არის ზეციური მეუფე, ხო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, აი ეს უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, რომ აი ძველი უადრესთაგანი ერთ-ერთი წესი იყო, რომ არ შეიძლებოდა ადამიანის მონათვლა, სანამ ადამიანი არ აღიარებდა, რომ უფალი იესო ქრისტე მას სწამდა როგორც მეფე და სწამდა როგორც ღმერთი. ანუ ადამიანი აღიარებდა, მოსანათლი აღიარებდა, რომ იესო ქრისტე მისთვის იყო მეფე და იყო მისთვის ღმერთი. და რას ნიშნავს, რომ ქრისტე შენთვის მეფეა, რომ პოლიტიკური ლიდერიც ის არის შენი, ანუ შენი საზოგადოებრივი ცხოვრების, შენი პოლიტიკური ცხოვრების, შენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცხოვრების წინამძღოლი და წინამძღვარი და დამმოძღვრელი და მასწავლებელი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ორიენტირის მიმცემი. და მისი სიტყვა სახარება და მისი მობოძებული სწავლება, რომელიც მას ზეციდან მიწაზე მოიტანა, არის ის სახელმძღვანელო, რომლის სწავლებაც, რომლის ფასეულობებიც, რომლის პრინციპებიც ერის ცხოვრებაში უნდა გაიშალოს და ერის ცხოვრებაში უნდა განეფინოს და ამან უნდა აღასრულოს მიწისა და ზეცის სინერგია. ანუ ერმა უნდა მოახდინოს სინერგია ზეციურ მეფის კანონებთან და ზეცის სასუფეველთან და აიღოს ორიენტირის სასუფეველზე და აი სწორედ ეს არის მე ღრმად მწამს, რომ ეს არის ერთადერთი ის ეროვნული იდეოლოგია, ეს არის ერთადერთი ის ერის ესე იგი ჭეშმარიტი გზა და ეს არის ის მსოფლმხედველობა, რომელიც მართებს რომ გააჩენდეს ქართველ ერს იმისათვის, რომ მან სწორად იაროს და თავისი ცივილიზაციური და ისტორიული ფუნქცია და მისია აღასრულოს, რაც მას როგორცერსა და ქვეყანას აქვს დაფესრებული ზეციური მეუფისაგან, ღვთისაგან. აი ეს არის ჩემი ამ საკითხთან დაკავშირებული პოზიცია. შეიძლება ჩასაფრებულებმა და სკეპტიკურად განწყობილებმა ეჭვი შეიტანონ გეგას აზრებში და მსჯელობაში და დაგვაბრალონ თითქოს ჩვენ აქ ირანის მსგავსი სახელმწიფოს შექმნა გვინდა. არა, რასაკვირველია. თეოკრატიას ჩვენ სხვა კუთხით უყურებთ. თეოკრატიას უყურებთ არა როგორც კლერიკალურ სახელმწიფოს, არამედ როგორც ღმერთის ბატონობას. რა თქმა უნდა, სასულიერო და საერო ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, მაგრამ ის, ვინც აცხადებს, რომ პოლიტიკა დაცლილი უნდა იყოს ქრისტიანული პრინციპებისგან და ზოგადად საკაცობრიო პრინციპებისგან, აი ის არის პირველი მტერი ქრისტიანობის და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის. იმიტომ რომ პოლიტიკა ეს არ არის მიზანი, პოლიტიკა არის საშუალება იმისათვის, რათა მიზანს მიაღწიოს ერმა და საზოგადოებამ და როდესაც ადამიანი არ ემსახურება ღმერთს და როდესაც ერი არ ემსახურება ღმერთს, ის აუცილებლად დაიშება და აუცილებლად არასწორი გზით მოხდება მისი განვითარება და როდესაც კონსტიტუცია და მასზე დამოკიდებული, დაქვემდებარებული სხვა კანონები იერარქიის ყოველ ეტაპზე, ყოველ საფეხურზე ეწინააღმდეგება საღვთო სამართალს და არის ადამიანური გონის ნაყოფი. ესეთი კანონებით სახელმწიფო ვერ განვითარდება და არასწორი განვითარების გზით წავა. მე მახსენდება ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მთავრობას ლიბერალიზმის მანტია ჰქონდა მოსხმული, რომ თურმე კონსტიტუცია დაცლილი უნდა იყოს ეროვნული იდეოლოგიისგან, ვინაიდან
ეროვნულობა კონსტიტუციაში არის საშიში თურმე. ფუნდოვანი და გაუგებარი ცნებაა ჩემთვის. ფუნდოვანი არა, ეს არის მიზანმიმართული განცხადება, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ანტისახალხო და ანტიეროვნული. მე ახლა მინდა ერთ რამეზე ხაზგასმა. რეფერენდუმის უფლება ქართველ ერს აქვს ჩამორთმეული და ამ ყველაფერს იმით ხსნიან, რომ თურმე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოძმეები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ამ რეფერენდუმში და ლეგიტიმაცია არ ექნება. მაშინ არჩევნებს რატომ ვატარებთ? არჩევნებში რა იღებენ მონაწილეობას? მაშინ გამოდის, რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება, ვინაიდან აფხაზებს და ოსებს არ აურჩევთ. აი სრულიად ბუნდოვანია ეს განმარტება, მაგრამ რეფერენდუმის უფლება სპეციალურად აქვს ჩამორთმეული ქართველ ერს. ვინაიდან რეფერენდუმით, ჯერ ეს ერთი რეფერენდუმი როცა ტარდება, სულ რომ არ აინტერესებდეს ადამიანს პოლიტიკა და სულ რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყოს, ის მივა რეფერენდუმზე და მტკივნეულ საკითხზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე თავის პოზიციას გამოხატავს. მაგრამ ჩამორთმეულია ქართველ ერს რეფერენდუმის უფლება და ეს უფლება ჩვენ უნდა დავიბრუნოთ. ვინაიდან არის რიგი საკითხები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს არა მანდატის მქონე პოლიტიკოსმა, არამედ მთელმა ერმა. მაგალითად, თუნდაც საკითხი იმასთან დაკავშირებით უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველოს ნატოში. როგორი პოლიტიკა უნდა აერჩიოს მან საგარეო სარბიელზე. ეს ერმა უნდა გადაწყვიტოს. და პოლიტიკოსმა უნდა შეასრულოს ამ ყველაფრის დაკვეთა, მაგრამ რეფერენდუმის უფლება ჩამორთმეული აქვს დღეს ქართველ ერს და არათუ რეფერენდუმი პლებისციტიც კი არ ტარდება, გამოკითხვაც კი არ ტარდება. ჩვენ ვიცით, რომ რეფერენდუმი ეს არის გამოკითხვა, რომლის შედეგებიც სავალდებულოა შესასრულებლად, მაგრამ პლებისციტი ეს არის გამოკითხვა, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ანუ უნდა გაითვალისწინებს ხელისუფლება, უნდა არ გაითვალისწინებს. არც რეფერენდუმი და არც პლებისციტი არ ტარდება და კიდევ დიდხანს არ ჩატარდება თუ ქართველი ერი არ გააცნობიერებს იმას, რომ მასშია ძალა. ჩვენ ვეძებთ ლიდერს. ჩვენ კარგად ვიცით ბიბლიიდან, რომ ერთი კაცის მოიმედე ერი განწირულია დასამარცხებლად და წყეულია. ადამიანი, რომელსაც წამს რომელიმე ადამიანის და მასი ამყარებს იმედებს, ის ადამიანი ძალიან შორს დგას ჭეშმარიტებისგან, ვინაიდან ერთ კაცს არ შეუძლია გამარჯვების მოპოვება. ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი ბატონი ლევან ჩაჩუა. მისი გზა უნდა გაგრძელდეს. ის იყო კაცი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა ქრისტიანული და ეროვნული ინტერესების დასაცავად. და ლევანი გარდაიცვალა და მისი გზა ვინმე მხოლოდ უნდა გააგრძელოს და ის უნდა გავაგრძელოთ არა ინდივიდუალურად, ან მე, ან გეგამ, არამედ იმ ეროვნულად მოაზროვნე ქართველებმა, ვინც ჩართული იყო პატრიოტთა ერთობაში, ან ვინც ზოგადად არის ღირსეული ერისკაცი. მე ამას წინათ პუბლიცისტური წერილი გამოვაქვეყნე Facebook-ზე, სადაც ვისაუბრე ზუსტად იმის შესახებ, რომ ტერმა ძალიან კარგად იცის ერის ფსიქოლოგია. ფარა, რომელიც რჩება ყოჩის გარეშე, მისი დაფანტვა არის ძალიან მარტივი. და სწორედ ყოჩებს კლავენ. ამიტომ ჩვენში ყოჩობა კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენ როგორც ერთი მთლიანი ისე უნდა ვიბრძოდეთ. და როცა ერთს მოკლავენ, მეორემ უნდა გადაიბაროს ესტაფეტა. ძალიან ხშირად კამათობენ იმის შესახებ, მერაბ კოსტავა გარდაიცვალა ავტოკატასტროფის უბედური შემთხვევის შედეგად, თუ მისი მკვლელობა იყო შეკვეთილი. გამსახურდიას აბრალებენ თვითმკვლელობას. ჯერ ერთი ზვიად გამსახურდია თავს არავითარ შემთხვევაში არ მოიკლავდა, ვინაიდან ის ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრობდა. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა მის წინააღმდეგ და ის მოკლეს. და ძალიან ცუდია, რომ ფილმებს იღებენ გამსახურდიაზე, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ მოიკლა მან თავი. ეს რა ფილმებია და რა ფსიქოლოგიური წნეხის განმახორციელებელია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.
ქართველ ერს სჭირდება გამარჯვებულის მენტალიტეტი. აი ეს უნდა დაბრუნდეს ჩვენში. ჩვენ ვღერით ისეთ სიმღერებს, სადაც არის წუხილი ვაება, როგორ ვარ დაჩაგრულები, ვიღებთ ისეთ ფილმებს, სადაც წარმოჩენილია როგორ გვანადგურებდნენ, ყველაზე ბინძური ზეწრები არის გადმოფენილი ამ ფილმებში. ერთი ფილმი ვერ გადავიღეთ, ერთი ფილმი, სადაც აი ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი იქნებოდა ასახული. დააკნინეს ქართველი ერი. და ყველაფერი იწყება ფიქრიდან და ყველაფერი იწყება ფსიქოლოგიიდან. ჩვენ ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა დავიბრუნოთ და არ დავამყაროთ იმედი ერთ კონკრეტულ ადამიანზე. ყველამ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ერთი ადამიანის განეიტრალება არის ძალიან მარტივი. სიტყვა გამეგზელდა ბოდის ვიხდი. მოდით ვისაუბროთ ლიბერალიზმის არსზე, რომელიც მოდებულია მთელ მსოფლიოში. განვასხვაოთ ერთმანეთისგან კლასიკური ლიბერალიზმი და ნეოლიბერალიზმი და ვისაუბროთ იმ იდეოლოგიურ კონცეფტზე, რომელსაც ვითომდა ეს ყველაზე კარგი იდეოლოგია სთავაზობს მსოფლიოს. ზოგადად ლიბერალიზმი ახლა არსებობს კულტურული ლიბერალიზმი და არსებობს ეკონომიკური ლიბერალიზმი, არსებობს ლიბერალიზმის ის გაგება, რომელიც არის სოციოპოლიტიკურ მეცნიერებებში მიღებული და უშუალოდ ენდრიუ ჰეივუდის პოლიტიკურ მეცნიერებებს რომ წაიგეთხავ, ხო, პოლიტიკურ თეორიებს, იქაც არის განმარტებული ლიბერალიზმი, ეს ერთი მხარეა, მაგრამ ზოგადად კულტურული გაგებით, ანუ მსოფლმხედველობრივად ლიბერალიზმი, რომელიც მთავარი დარტყმაა საზოგადოებაზე, ეს ახასიათებს ყველა იმ მიმართულების იდეოლოგიას, რომელიც ასე ვთქვათ მემარცხენე მსოფლმხედველობას მოიაზრებს და მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი და სხვა იდეებიც მაგაგებით კულტურული გაგებით მემარცხენეები არიან სოციოკულტურული თვალსაზრისით, აქ ეკონომიკაზეა ძირითადად აქცენტები გადატანილი, მაგრამ ზოგადად ანუ სოციოკულტურული გაგებით ლიბერალური მსოფლმხედველობა ეს არის მამა რაფაელ კარელინის, ანუ ამის თეოლოგიურ ჭრილში რო განვიხილოთ, ხო? არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი წერს, რომ არსებობს ესე იგი გარყნილების სული, რომელიც წამლავს და აავადებს გარემოს და მას ეწოდება თანამედროვე ენაზე ლიბერალიზმი. ანუ ეს არის ცოდვასთან კომპრომისის იდეოლოგია და ეს არის ცოდვასთან კომპრომისის მსოფლმხედველობა. ანუ ეს თავისუფლების სახელით მოწოდებული ცოდვა, რომელიც მიმსგავსებული არის აი იმ გველს, იმ ედემის ბაღში შეპარულ გველს, ედემის ბაღში შეპარულ ეშმაკს, ანუ შესული ბოროტს, რომელმაც ადამი და ევა აწტუნა და უთხრა რომ თუ მიიღებთ აკრძალული ხის ნაყოფს, თქვენ მოიპოვებთ, ესე იგი ეს არის თქვენ შეიმეცნებთ, გახდებით სიკეთისა და ბოროტების შემცნობები არა და თქვენ აგეხილებათ თვალი და გაიგებთ იმას, რასაც გიმალავთ ღმერთი. აი დაახლოებით კი არა და მეტაფიზიკური არსით სწორედ ეს ასია, რომ ლიბერალიზმი გეუბნება აი ამ ტაბუებისგან განთავისუფლებას გთავაზობს, ხო, ანუ პოლიტიკური ფილოსოფიის თვალსაზრისით ეს სწორედ ასია, თუ მართლმადიდებლურ პრიზმაში ვიმსჯელებთ ამაზე, ლიბერალიზმი გთავაზობს, რომ შენ განთავისუფლდე, მოიპოვო თავისუფლება, ოღონდ ეს თავისუფლება არის სწორედ ის სიბილწისა და იმ გარყვნილების სული, რომელიც იფუთება ფსევდო თავისუფლების იდეით და ჭეშმარიტი თავისუფლება არის ის, რასაც წმინდა წერილი გვეუბნება, რომ სცანი ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება განთავისუფლებს შენ. ანუ ეროვნული თავისუფლების მოპოვების გზა, აი მე ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი. ღირსი მამა გავრიელი, აღმსარებელი და სალოსი მოგიხსენებათ, თავისი აშენებული პატარა ტაძარი ჰქონდა მამა გავრიელს. და ეს დადიოდა, აგროვებდა, გადაყრდნ ნიუტებს, ხატებს, მაშინ კომუნისტების მიერ და ამითი ააგო ტაძარი და მის აშენებული ტაძრის კარებზე ეს ძალიან სიმბოლური ეწერა თავისუფალი საქართველო. და ჩვენ მაინც სულ ეს მახსენდება ხოლმე და ეს ფოტო მიყვარს და მაქვს შენახული. რომ ესე იგი ამ ტაძრის კარებზე გადაღებული ფოტო, ანუ მხოლოდ ეკლესიის გავლით, არა ფიზიკური ტაძარი ნაწილია ამისა. ჭეშმარიტად ეკლესიის, ანუ ქრისტეში ერთობის გარეშე და ამ ერთობის გავლის გარეშე ადამიანი ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ თავისუფლებას და ეროვნული გაგებით, ანუ
პიროვნული გაგებით რაც არის თავისუფლება, სწორედ ეს არის მასშტაბური ეროვნული გაგები და არანაირი განსხვავება მათ შორის არ არის. ხო, ეს არის ადამიანთა კოლექტიური ერთობა და ერმა, როგორც ადამიანთა ერთობამ, რომელიც უნდა ესწრაფოდეს მე საუბარი დავიწყე ამით მთავარ უზენაეს მიზანსა და ამოცანას მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის არის ღვთის სამეფო სასუფეველი, აი მხოლოდ მაშინ მოიპოვებს ჭეშმარიტ თავისუფლებას, ანუ იქნება საკუთარი თავის თავისუფალი, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და განმგებელი, თუ ჭეშმარიტ მორჩილებაში იქნება ღმერთთან, იმიტომ რომ ადამიანი ხატებაა ღვთისა და ადამიანი მხოლოდ ღმერთთან ერთობაში განახორციელებს თავის ჭეშმარიტ არსს, რაშიც ადამიანის მყოფიერების არსი მდგომარეობს, ადამიანს მხოლოდ ღმერთთან ერთობაში შეუძლია ამ არსის განხორციელება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ადამიანი თავად იქმნის იმ მართლმსაჯულებას საკუთარ თავზე, რომელიც მას ჯის და ანადგურებს. ანუ ბუნებრივად ის თვითონ იყენებს ადამიანი ასეთ დროს საკუთარ თავს დასჯილ და წყეულ კრულების მდგომარეობაში, იმიტომ რომ ცოდვა მეტაფიზიკური მნიშვნელობით არის წყევლა და არის კრულება. და ადამიანი, რომელიც არ ებრძვის ცოდვას, ადამიანი, რომელიც ურიგდება ცოდვას, რასაც აკეთებს ლიბერალური იდეოლოგია სოციოკულტურული გაგებით, როგორც მოგახსენეთ, ეს სწორედ არის ის, რომ ერი ასეთ დროს თავის კრულების მდგომარეობაში იყენებს. აი, როგორც პატრიარქი ბრძანებდა, რომ უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა და ერი ამისთვის აუცილებლად დაიჯებაო და იოანე ოქროპირი როდესაც ბრძანებს, რომ როდესაც შენ გესმის მიეცით კეისარს კეისრისა, ამაში მხოლოდ იგულისხმე ის, რაც ოდნავაც არ ეწინააღმდეგება ღვთისმოსაობას, იმიტომ რომ როდესაც რაიმე ეწინააღმდეგება ღვთისმოსაობას, ეს არის არა ხარკი კეისრისა, არამედ ხარკი ეშმაკისა. და როდესაც ადამიანი ხარკს უხდის ეშმაკს, ის ავტომატურად აუცილებლად იჯება და აი ამას გვთავაზობს ეს ლიბერალური იდეოლოგია, მაგრამ მეორე პრობლემა, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას, არის არასწორად გაგებული ეროვნული იდეოლოგიის საკითხები და ეროვნული იდეოლოგიისა და ეგრეთ წოდებული კონსერვატიზმისა და მემარჯვენე იდეოლოგიების ის მახინჯი და არასწორი ფორმები, რომელიც მთავარ მეტაფიზიკურ სულიერ საფუძველზე არ დგას. ანუ ყოველივე ის, რაც არ ეფუძნება სულიერ საფუძველს, საძირკველი რისთვისაც, აი რა მე საუბარი რითი დავიწყე, რომ არის სამი მთავარი ფასეულობა პატრიარქის სიტყვით, რა, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. პირველი თუ არ არის ღმერთი და თუ ამოსავალი წერტილი, ანუ მთავარი ორიენტირი არ არის ღმერთი და სასუფეველი და საძირკველი ჩვენი მსოფლმხედველობისა არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაშინ არანაირი არსი და აზრი აღარ გააჩნია უკვე დანარჩენს იმაზე, რაც აიგება, იმიტომ რომ ის აუცილებლად დაიშლება და დაირღვევა. ის არის განწირული კრახისათვის. ეს არის მართლმადიდებლური ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ჩვენი მსოფლმხედველობისა, რა, რომ ჩვენ თუ არ გვაქვს ამოსავალ წერტილად ქრისტე, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს. აი ეს უნდა გავაცნობიეროთ. ეს იქნება პოლიტიკაში, ეს იქნება იდეოლოგიაში, ეს იქნება სახელმწიფო ცხოვრებაში, თუ სხვა და სხვა. თუ არ არის მთავარი საყრდენი ქრისტე, თუ არ არის მთავარი ორიენტირი ქრისტე, თუ საფუძველი არ არის ქრისტე, ხო, მე ვარ ქრისტე ამბობს, ხო, მე ვარ კარი, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვინც მიწამებს კიდეც რომ მოკვდეს სიცოცხლებს, ხო? ანუ ქრისტეშია სიცოცხლე, ქრისტეშია ჭეშმარიტება, ქრისტეშია გადარჩენა, ხო? ეს ჩვენ ვიცით ყოველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და მის გარეთ არ არსებობს ხსნა და ეს მხოლოდ არ უნდა დარჩეს, ანუ ადამიანი არ შეიძლება ტაძარში იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი და ტაძრის გარეთ იყოს ლიბერალი, იყოს ეს რა ვქო, კომუნისტი, იყოს ტროცკისტი, ანუ სერაფიმე როუზი ამბობს ამასაც, რომ ადამიანი, რომელიც ყველა თავის ცხოვრებისეულ გამოვლენაში არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, საერთოდ არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და დღევანდელი პოლიტიკოსები, რომლებიც დიდი კელაპტრებით დგანან ხოლმე, ხო, საღვთო ლიტურგიაზე, დიდ დღესასწაულებზე და შემდეგ სხვა გადაწყვეტილებებს ღებულობენ, აი ეს სწორედ ამას ქვია ფარისევლობა, ანუ ადამიანი პოლიტიკაშიც მართლმადიდებელი უნდა იყოს, ოჯახშიც მართლმადიდებელი უნდა იყოს, ყველა ასპექტში მართლმადიდებელი უნდა იყოს, მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუ ის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და თუ ის არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ის საერთოდ არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. არ შეიძლება სადღაც იყო და სადღაც არ იყო და შესაბამისად არის ჩვენი იდეოლოგია და შესაბამისად არის ჩვენი პოლიტიკაც და ვინც ამბობს იმას, ესეთი იქნება, ვინც და დღეს ბევრი ამბობს ამას, რომ
პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება ეკლესიას, პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება ქრისტეს, ეს არის სეკულარული სივრცე, ხო, გესმით ხოლმე ასეთი განცხადებები. აი, სწორედ ის არის ანტიქრისტეს წინამორბედი, იმიტომ რომ ანტიქრისტე იტყვის ამას, რომ ანტიქრისტე იტყვის, რომ მე ვარ ყველაფერი და ქრისტეს ადგილი უბრალოდ აღარ არის. აი, ამის წინამორბედია ყოველი ის ადამიანი, ანტიქრისტეს წინამორბედი, ანტიქრისტეს ტახტის მომამზადებელი და ეშმაკის მსახური მისტიური შინაარსით. მას ესმის თუ არ ესმის. ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკა ეს არის სეკულარული სივრცე და არაფერი არ ესაქმება ეკლესიას სკოლაში, ეკლესიას პოლიტიკაში, მართლმადიდებლობას პოლიტიკაში, ხო? ვინც ამას ამბობს, ის ემსახურება ანტიქრისტეს. აი, ეს უნდა გამიჯოთ, ჩვენ უნდა გამთავისუფლდეთ კომპლექსებისგან. ჩვენ ახლა დაგვაჩვენეს კომპლექსებს, ანუ ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი დღეს გაწეპებს რაღაც გარკვეულ იარლიყებს, რაღაც კლიშეებში გაქცევს. ვიღაცა დაქცინის, ვიღაცა იღრიჭება, ხა Facebook-ს რატომ მოიფიქრა, ხო, ეს ეგრეთ წოდებული დაჰაჰავების ფუნქცია, ხო? მე ამაში ძალიან დიდ მზაკვრობას ვხედავ, ანუ ადამიანები შემოგივარდებიან მე ისინი და რაღაცა 2000 ადამიანი რო დაგიჰაჰავებს ეგრეთ წოდებული, მე რაღაცა კომპლექსები გიჩნდება. ასეთ რაღაცებს თუ ადამიანი მიაქცევს ყურადღებას, მაშინ რას ამბობს ხო ქრისტე, ვინც მე უარყოფს წინაშე კაცს და მე მას უარყოფ მამისა და ანგელოზების წინაშეო და თუ ადამიანი ვერ ამოწმებს და ვერ ამბობს ხმამაღლა და ვერ არის ქრისტიანობის იმ გაგებაში მტკიცე, რომ მე ყველგან უნდა ვიყო ქრისტიანი და ყველგან ჩემი სიტყვითა და საქმით უნდა დავამოწმო ქრისტე, მაშინ ეს ადამიანი ფარისეველი და ესეთი ადამიანი ღალატობს ქრისტეს. ხო, მე არ ვსაუბრობ საკუთარ თავზე, რომ ესე იგი მე ასე არავინ არ მინდა რომ შეაფასოს და ასე არ მინდა რომ განსაზღვროს, ეს კი მე რაღაც წარმოდგენა მაქვს ჩემ თავზე, რომ რაღაც განსაკუთრებული ქრისტიანის პოზიციიდან ვლაპარაკობ. მე უბრალოდ ვსაუბრობ მსოფლმხედველობაზე, არსებობს მსოფლმხედველობა, არსებობს ჭეშმარიტება ობიექტური იმის და მიუხედავად გეგახვედელიძე როგორი ქრისტიანი და როგორი ცოდვილია ეს ობიექტური ჭეშმარიტება იყო არის და იქნება და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ ობიექტური ჭეშმარიტების დამოწმებლები და განცხადებლები ვიყოთ, რამე თუ ესეც ჩვენი ვალდებულებაა რომ ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ და ვინც მართლმადიდებელ ქრისტიან ქართველებს ეუბნება რომ შენი პოლიტიკა არ უნდა იყოს ქრისტიანული პოლიტიკა და შენი პოლიტიკის საფუძვლები არ უნდა იყოს მართლმადიდებლობაზე დაფუძნებული და ქრისტეზე დაფუძნებული, ის ვიმეორებ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ანტიქრისტეს და ის ემსახურება სწორედ და სწორედ მხოლოდ და მხოლოდ იმ იდეოლოგიას, რომელიც გაამეფებს ანტიქრისტეს და რომელიც საქართველოს იმ თავარი რა არის, აი ქართული ყველა ერთს აქვს რაღაცა თავისი მიზანი. ხო, საქართველოს მიზანი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ გვწამს და გვჯერა უბრალოდ ხშირად სადღეგრძელოზე ივერიის გაბრწყინება. ხო, გვაქვს ეს რა არის ივერიის გაბრწყინება? ნუ ღმერთი ქრისტეში ცნობიერად გაბრწყინება ერისა. საქართველოს ეროვნული მიზანი თუ შეიძლება ასე ითქვას, მე ესე მესმის, არის ივერიის გაბრწყინება. ჩვენ ამას ვესწრაფით, არა? აი ამ მიზანს ესწრაფის ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში. და როგორ გესახებათ ახლა ივერიის გაბრწყინება? იმის გარეშე, რაც მე ვისაუბრე და რაღაცა კაცობრივი გონებრივი ნაყალბებებითა და ნაყბედევებით, ესე იგი, რასაც გულისხმობ ამ პოლიტიკურ იდეოლოგიებს, რომელიც მე საკმაოდ ღრმად ვერკვევი, მინდა გითხრათ, ახლა თავმოწონების გარეშე ვამბობ, მაგრამ ამა თუ იმ პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში, პოლიტიკური ფილოსოფია და იდეოლოგიები ჩემი დიდი გატაცება იყო ბავშვობიდან და ბევრს ვკითხულობდი ამაზე, მაგრამ ერთი რაც მივხვდი, ეს ყველაფერი არის კაცობრივი გონების ნაყბედევი და სისულელე. არ არსებობს მასში ჭეშმარიტება და რაღაცა მარცვლების ამორჩევა სადღაც შეიძლება, მაგრამ ერთადერთი ჭეშმარიტება ჩვენ უფალმა ზეციდან მოგვიტანა და აღარ გვაქვს და აღარ გვჭირდება არაფერი საძებნელად და პატრიარქის სიტყვებით დავიწყე, ღმერთი სამშობლო და ადამიანი, ჩვენ დაგვიდო ეროვნული იდეა ჩვენ მოუწმინდესმა და მორჩილება გამოვიჩინოთ პატრიარქისა და ამ იდეის გარშემო გავერთიანდეთ, თუ ჩვენ გვინდა რომ მართლაც მივაღწიოთ იმ გაბრწყინებას და გადარჩენას და თუ არა და ვიქნებით ყოველთვის აი იმ დასჯილ მდგომარეობაში, ამ ურჩობების შედეგად, ამ განდგომილებების შედეგად და აი ამ საკუთარ აზრებზე, საკუთარი აზრების დაჯერება მართლმადიდებლური გაგებით არის სულიერი ხიბლი და ამისაგან ღმერთმა დაგვიფაროს. ფრენსის ფუკუიამა აცხადებს, რომ ფაშიზმთან, კომუნიზმთან ბრძოლაში გაიმარჯვა ლიბერალიზმმა. ახლა მე მინდა აი ამ იდეოლოგიებზე ვილაპარაკო. ფაშიზმიც, კომუნიზმიც და ლიბერალიზმიც დაცლილი იყო ზუსტადაც რომ საღვთო პრინციპებისგან. და ძალიან ხშირად ფაშიზმი გამოიყენება იმ ეროვნული იდეოლოგიების მქონე ადამიანების დასაშინებლად, ვინც აცხადებენ რომ არიან ეროვნულები და არ არიან არც ლიბერალები, არც კომუნისტები და არც ფაშისტები რეალურად.
ნაციონალიზმს და ეროვნულ იდეოლოგიას აქვს ძალიან დიდი ისტორია. ყველა ქვეყანაში ის სხვადასხვანაირად ვითარდებოდა, მაგრამ რითი განსხვავდება ქართული ეროვნული იდეოლოგია, ქართული ნაციონალიზმი, თქვათ, გერმანული ნაციონალიზმისგან, ირლანდიური ნაციონალიზმისგან, რუსული იმპერიული ნაციონალიზმისგან, ქართული ეროვნული იდეოლოგია დაცლილია შოვინიზმისგან. ქართული ეროვნული იდეოლოგიის ფუძე და არსი არის დავით აღმაშენებლის მეფობა, რომელიც ქრისტიანობას უდებდა საფუძვლად ქვეყნის განვითარებას, რომელიც თვითონ იყო მლოცველი და ზნეობრივი კანონებით მცხოვრები, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მიაღწია უდიდეს სიმაღლეს, დაწერა გალობანი სინანულისანი და აცნობიერებდა, რომ რა სიმაღლესაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა აბსოლუტურად ყველაფერი ღმერთის დამსახურებაა და რომელიც ხვდებოდა, რომ მხოლოდ გოლიათური აღნაგობითა და מחვილის უბადლო თქნევით ის ვერ გახდებოდა დიდი მეფე. ის პირველ რიგში იყო თავმდაბალი ადამიანი. აი ამით განსხვავდება ქართული ეროვნული იდეოლოგია სხვა შოვინისტური მიმართულებებისგან. და ლიბერალები ძალიან ხშირად იშვერენ ხელს ეროვნული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისკენ და მათ ფაშისტებს და რასისტებს და შავრაზმელებს უწოდებენ. ჩემ ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც ცდილობდნენ ჩემთვისაც ანალოგიური სარჩულის მოკერებას იმის გამო, რომ ვიცავდი პრინციპებს მამული ენას სარწმუნოება. ვაცხადებდით მე და გეგა, რომ ქართული მიწები არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე. ისრაელი არ ყიდის თავის მიწებს, ჩვენნაირად მცირე მიწიანი ქვეყანაა და იქ ეროვნული იდეოლოგიაა გაბატონებული და ჩვენ რატომ უნდა გავყიდოთ ჩვენი მიწები, მით უმეტეს, როდესაც გვაქვს მიწების არც თუ ისე დიდი ოდენობა. მაგრამ ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში პოლიტიკა იყო შემდეგნაირი. გავყიდოთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, შემოვიდეს უცხოური ინვესტიციები, იქ გირჩი გვიცხადებს ამაყად, რომ მერე რა თუ საქართველოში ქართველი ერი ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდება მთავარია კუჭი იყოს მაძღარი და იყოს ცხოვრების მაღალი დონე, მაშინ პირდაპირ ავდგეთ და დავთმოთ დამოუკიდებლობა და გამოვაცხადოთ თავი ამერიკის მორიგ შტატად და ვიცხოვროთ სიამტკბილობაში. ეს ხომ დანაშაულია ჩვენი მომავალი თაობების და პირველ რიგში ღმერთის წინაშე. ჩვენ ღმერთმა შექმნა განსხვავებული რასები, განსხვავებული ეთნოსები და მიანიჭა მათ თავიანთი უნიკალურობა. ამერიკა არის მიკრომოდელი, მაკრომოდელი, შეიძლება ესე ითქვას, სამოქალაქო ნაციონალიზმის, ანუ სადაც არ აქვს მნიშვნელობა შენს ეთნიკურ წარმომავლობას, რასობრივ წარმომავლობას თუ სხვა ნიშანს, მაგრამ საქართველო ეს სხვანაირი ქვეყანაა. საქართველო არის კუნძული, ქრისტიანობის კუნძული, რომელმაც უნდა დაამოწმოს ქრისტე და რომელმაც უნდა იქადაგოს მართლმადიდებლობა სამომავლოდ და ყველა სხვა განსხვავებული რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ისედაც ყოველთვის კარგად ცხოვრობდა საქართველოში. ყოველთვის კარგად ცხოვრობდა, ვინაიდან ქრისტიანები მიმდევებლები ვართ. ქრისტიანები იგივე დავით აღმაშენებლის შთამომავლები ვართ, რომელმაც გააუქმა ღორის დაკლა იმ უბნებში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ და ასე შემდეგ. პატივს მიაგებდა მათ სამოქალაქო კაგებით, ასე ვთქვათ, და ცხოვრობდა ქრისტიანულად. ამიტომ ქართული ეროვნული იდეოლოგია დაცლილია შოვინიზმისგან, დაცლილია რასიზმისგან. მაგრამ ამავდროულად ქართული ეროვნული იდეოლოგია ყოველთვის დაუპირისპირდება ლიბერალიზმს და მე გეტყვით პირდაპირ, ეროვნულ იდეოლოგიას ალტერნატივა არ გააჩნია. ვერც მემარცხენეობის სხვა ფორმები, კომუნიზმი იქნება, ეს სოციალიზმი, ლიბერალიზმი თუ რა მიმართულებაც არ უნდა იყოს, ეროვნულ იდეოლოგიაზე აღმატებული ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება. რატომ? იმიტომ რომ ეროვნული იდეოლოგია გეუბნება. მაძღარი კუჭი კი არ არის ამოსავალი წერტილი, როგორც ეს არის მაგალითად თანამედროვე ქართველი სოციალისტებისთვის თუ სხვა ქვეყნის სოციალისტებისთვის. სოციალიზმი კარგი მოვლენაა ზოგადად, მე პატივს ვსემ, მაგრამ სოციალისტებს მე ყოველთვის ვედავებოდი, რომ კი, გინდათ მაძღარი კუჭი, მაგრამ არ გინდათ რელიგია, არ გინდათ ეროვნული თვითყოფადობა.
თქვენთვის მთავარია რომ იყოს უბრალოდ სოციალური თანასწორობა და ის ხალხი ვინც მისტირის საბჭოთა კავშირს მე მესმის მათი რომ იქ იყო სოციალური კეთილდღეობა გარკვეული თვალსაზრისით მაგრამ არ იყო ღმერთი არ იყო სამშობლო და თქვენ წარმოიდგინეთ მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი აცხადებდა რომ ოჯახის სიწმინდე ეს მეორე ხარისხოვანია და ქალი უნდა იყოს ასე ვთქვათ სოციუმის კუთვნილება და მასთან ურთიერთობა უნდა დაამყაროს სხვადასხვა მამაკაცმა ესეთი იდეოლოგია იყო და ჩვენი წინაპრები ებრძოდნენ ამას და ჩვენი წინაპრები რომ ებრძოდნენ კომუნიზმს და თუნდაც ფაშიზმს აი დღეს ჩვენ ვებრძვით ლიბერალიზმს ლიბერალიზმის გამოვლენა აი უბრალოდ მე რა არ მესმის იცით ქართული ოცნება გამოდის ლოზუნგით მამული ენა სარწმუნოება როდის გაახსენდათ ეს ლოზუნგი მას შემდეგ რაც LGBT პრაიდები ატარეს ქუჩებში და სინდისის პატიმრები ყავდათ იმ სინდისის ბიჭების სახით რომლებიც დააპატიმრეს ამ LGBT პრაიდების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს იუენალური იუსტიცია ასე ბიზინა ივანიშვილი არის ახლა დენილა ქართველი არის ამას შეეჩვევა ამას ამბობდა 2013 წელს ეხლა ამას დროინდა გადავლახავთ ამაზე მალე შევეჩვევით თუ არ შევეჩვევა პოლიცია შეაჩვევს ამბობდა ამას ივანიშვილი მოისმინა ეროვნული იდეოლოგიის მიმდევარი პარლამენტის თავმჯდომარეს ერთლარად გადასცემს დღეს ეროვნული იდეოლოგიის მიმდევარი განგიცხადებს რომ არაბული ინვესტიცია კარგია და ინვესტიცია ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებულია და არაბული ქალაქი თუ შეიქმნება ამაში ვერავით არა ისინი კი აცხადებენ რომ არანაირი არაბული ქალაქი არ შეიქმნება მაგრამ რეალურად ჩვენ ხო ვიცით რომ იქ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოსახლდებიან უცხოტომელები და შექმნიან თავიანთ სივრცეს ეს არის ფარისევლობა და ვისაც ყური აქვს იმან ისმინოს და უნდა გქონდეს უნარი ადამიანებს იმისა რომ ერთმანეთისგან განვასხვაოთ ის ვინც თავისი გულიდან ლაპარაკობს ვიდრე ის ვინც შეფარულად და ცინიზმით და მზაკრულად საუბრობს ეროვნულ იდეოლოგიაზე მე ყველას გთხოვთ გააზიარეთ ეს ვიდეო მაქსიმალურად რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს ძალა სიმართლეშია და არა სიმრავლეში მაგრამ დღეს სიმრავლე საჭიროა ვინაიდან მხოლოდ სიმრავლეს შეუძლია გაანადგუროს ის იდეოლოგია რომელიც არის ნეოლიბერალიზმი და მხოლოდ სიმრავლეს შეუძლია რომ ეროვნული იდეოლოგია გაამეფოს საქართველოში ქრისტე და საქართველო აი ეს არის ჩვენი ამოსავალი პრინციპი მადლობას მოგახსენებთ მოსმენისათვის ყურებისათვის მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს დაგიბრუნდებით მომავალ სამშაბათს დროებით გარავზანებოდეთ ხამშვიდობის